ადამიანს შიგნით ხელს რო ჩაუყობს სულში და ვერ გადააკეთებ. ამას ღმერთიც კი არ აკეთებს. ღმერთი ფაქიზად ეხება. აბა ჩვენ როგორ უნდა მოვიქცე? დავითიო და დავითმო. შენ რომ უხეშად დამელაპარაკები. ესე იგი ეს შენი უძლურებაა, იმიტომ რომ შენ თავს უკეთებ ბოროტებას უხეში რომ ხარ. მაგრამ ეს შენი უძლურება, მე არ შემიძლია შე გადაგაკეთო. ამიტომ მე ვითმენ ამას. ქრისტეს სიყვარულისათვის ვითმენ. მოთმენის გარეშე სიმდაბლეს ვერ სწავლობ. ადამიანებთან ურთიერთობაში ისწავლება ეს სიმდაბლე. სიმდაბლე ისწავლება მორჩილებით უპირველეს ყოვლისა ქრისტესადმი, რომელიც მასწავლის ადამიანის მორჩილებას. ეხლა ადამიანის გარო რაღაცას ითმენ, ამას მე როგორი გაგრძელებები შეიძლება მოყვეს, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ ჩვენ სულ გვეშლება ერთმანეთთან ურთიერთობაში და ჩვენ გვეშლება ღმერთთან ურთიერთობაში. ღმერთთან ურთიერთობაში ვიღწვით და რაღაცა გონია თავი, ადამიანთან ურთიერთობაში ველოდებით, რომ ისე მოიქცეს და ისე თქვას, როგორც მე რო ვთვლი, რომ საჭიროა. შეიძლება მართლაც არასწორად იქცევა ეს ადამიანი, მაგრამ აი ამ ის არასწორ საქციელთან ქრისტიანული დამოკიდებულება უნდა მქონდეს და არა ჩემი სამართლიანი დამოკიდებულება.